ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე და მაინც ვერ ვპოულობ მარტივ პასუხს თუ რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს სკოლებში მასწავლებლებს არ უყვართ ერთმანეთის გაკვეთილზე დასწრება. ანუ თითქოს რაღაცა ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს, რომ კოლეგების გაკვეთილზე დასწრება, გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის ხარდაჭერა, ახალი მეთოდების სწავლა კარგი უნდა იყოს, მაგრამ რეალობა არის საერთოდ სხვა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ასაკით უფროს პედაგოგებში, მაგრამ რატომ? ანუ რა არის ამის იმის? ალბათ არის შიშის ფაქტორი, რომ უფროსი თაობა მიჩვეულია, რომ გაკვეთილზე შემოსვლა ადრე ალბათ ნიშნავდა კონტროლს და არა მეგობრულ ინტერესს და მინდა გითხრათ, რომ ეს დღეს რადიკალურად შეცვლილია და მათთვის ეს ყოველთვის იყო ალბათ შეფასებისა და დასჯის რისკი და არა პიროვნული განვითარების საშუალება. მეორე მიზეზს ალბათ ფიქრობ, რომ არის სტერეოტიპი, თითქოს ის, რომ გაკვეთილი მხოლოდ არის მასწავლებლის სარეპეტიციო სცენა და იქ სხვა ვერავინ უნდა შევიდეს და თუნდაც ის, რომ ჩემს გაკვეთილზე მე ვიქნები დირიჟორი, ეს რაღაცა ციტატა, რაც ხშირად მასირებს ხოლმე საზოგადოებაში და მასწავლებლებში, აქედან მოდის ალბათ და ეს დამოკიდებულება სხვა შორის მოდის არარეალურად აქედან, არამედ საბჭოთა მოდელიდან, სადაც პედაგოგი იყო აბსოლუტური ავტორიტეტი და მისი გაკვეთილი არავის ეხებოდა გარდა მის გარდა ფაქტობრივად. ხო, კიდევ ერთი მიზეზი მგონი ალბათ ემოციური დაუცველობა, იმიტომ რომ ზოგიერთ პედაგოგს ეშინია, რომ კოლეგა დაინახავს მის სისუსტეს, მისი თანამშრომლები შეეცდებიან შეცდომაში დაიჭირონ და რაღაცა ძველი მეთოდი უპოვონ და ეს უფრო საკუთარი პროფესიული თვითშეფასების პრობლემაა და არა რეალური საფრთხე ამ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად სწორედ ერთმანეთის გაკვეთილზე დასწრება აძლიერებს სკოლას, იქნება ეს თანამშრომლობითი კულტურა, ასევე გაჩნდება ინოვაცია, სიახლე, გაიზრდება სოლიდარობა კოლეგიალური თანამშრომლობითი და ალბათ რაც ყველაზე მთავარია, ამით ვიგებთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მოსწავლეებიც, რომლებსაც ვაჩვენებთ, რომ სწავლა არის საერთო პროცესი და არა მხოლოდ ინდივიდუალური ბრძოლა. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და რა ვიცი, კოლეგებო, მეგობრებო, დროა ალბათ, რომ დაძლიოთ ეს ბარიერი და ერთმანეთის გაკვეთილზე დასწრება აღიქვათ როგორც განვითარების საშუალება და არა როგორც კონტროლი. ეს არის თანამშრომლობა, ხარდაჭერა და ზრდა. რა ვიცი, დაფიქრდით და გამიზიარეთ თქვენი აზრი, თქვენ რას ფიქრობთ ამ ფაქტზე სამწუხაროდ, რაც ძალიან ბევრი და მასიურია საჯარო სკოლებში.